პირდებიან სრულიად საქართველოში. დღესაც აი ნანაკი. გაგრაში 26 გრადუსი წვიმს, სოხუმში გამოანათებს მზე 26 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები. გადავინაცვლეთ ზუგდიდში, აქაც შხაპუნა წვიმა 26 გრადუსი, მესტიაში 19 გრადუსის თანხლებით ჩაივლის დღე და წვიმს. ფოჩი მზე გამოანათებს 26 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში 25 გრადუსი და ასევე ღრუბლებიდან გამოჩნდება მზეც, ზუგდიდში 26 გრადუსი გვაქვს. ქუთაისში წვიმს, ასევე 26 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ამბროლაურში 24 გრადუსი დაფიქსირდება, დღე წვიმიანი იქნება ამ შემთხვევაშიც. ახალციხეში 23 გრადუსი და წვიმა. ბორჯომშიც წვიმს 22 გრადუსის თანხლებით. ბაკურიანში მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსი გვაქვს, გორში წვიმს და 25 გრადუსი. ცხინვალში ასევე წვიმა და 23 გრადუსი. მოკლედ ისევ წვიმა, ისევ ნალექი. სტეფანწმინდაშიც წვიმს 16 გრადუსი. და წვიმს გუდაურშიც 12 გრადუსიო, გვამცნობენ სინოპტიკოსები. თელავში 24 გრადუსი და დღე წვიმიანი იქნება. და ავდარია რუსთავშიც 26 გრადუსის თანხლებით ჩაივლის დღე და ჩვენს დედაქალაქშიც წვიმა ივარაუდეს სინოპტიკოსებმა 25 გრადუსი გექნება თუ ასე გვამცნეს აღარ ვიცი უკვე რა ვინატრო საღამოს საათებში ახლა ჯერჯერობით არ წვიმს ერთ-ორჯერ დაცხა ამ ზაფხულის განმავლობაში ერთ-ორჯერ დასცხა ამ ზაფხულის განმავლობაში ჭარბი ნალექი ქმნის